გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს 2026 წლის 20 იანვარია. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. დღევანდელი გადაცემის სტუმარი, ერთი სტუმარი ყავს დღეს, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულ თემაზე გვექნება საუბარი და ჩავთვალე მიზანშეწონილად, რომ ერთი სტუმარი ყოფილიყო იმ პიროვნებაზე, ვისდენაც ჩვენ ვაპირებთ საუბარს, კონცენტრირებული. მთლიანად ერთი სტუმარი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი, ბატონი ვახტანგ ყოლბაია. დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ, მომბრძანდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიული და პროცედურული კომიტეტის თავმჯდომარე, ეს დღევანდელი პოზიცია, დეპუტატი, საკმაოდ ცნობილი პიროვნება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე, ვეტერანი ფეხბურთელი, სპორტში კარგად ერკვევა. თავის დროზე ბატონი ვახტანგ ყოლბაია იყო გალის რაიონის ხელმძღვანელი, მუშაობდა სერიოზულ თანამდებობებზე სხვადასხვა სახელმწიფო პარტიულ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებში. 1990 წლის 4 დეკემბრიდან 92 წლის 6 იანვრამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დიახ. ძირითად მომენტებს ვიტყვი. ბატონი ვახტანგი 2019 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. მანამდე პარლამენტი. მანამდე რასაკვირველია, ეს აფხაზეთის სტრუქტურებში. იყო საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი 1995 წლიდან 2004 წლამდე. 3 მოწვევის, ხო? 3 მოწვევის ვიცე-სპიკერი, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე, ვეტერანი ფეხბურთელი კიდევ ერთხელ გეტყვით და გადაცემაში მისი მოწვევის მიზეზიც მინდა გითხრათ. დეკემბერში თბილისში მოქმედ სოხუმის დრამატულ თეატრში გაიმართა სპეციალური საიუბილეო საღამო, რომელიც მიეძღვნა ბატონ ოთარ ზუხბაიას, გამოჩენილ სახელმწიფო და საზოგადოებრივ მოღვაწეს, მეცნიერს, ბატონი ოთარ ზუხბაია, რომელიც 1987-99 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, რეალურად ერთიანი საქართველო რომ იყო, პრინციპული ვაჟკაცი და გამბედავი პიროვნება. შემდეგ ის მუშაობდა თბილისში საგანგებო სიტუაციების ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელად, მუშაობდა 91 წლიდან 95 წლამდე საქართველოს ეროვნულ აკადემიაში სერიოზულ პოზიციაზე და აღინიშნა ახლა მისი 85 წლისთავი. ამ სპეციალური საღამოს მოწყობის ინიციატორი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. უფრო კონკრეტულად ერთ-ერთი მთავარი იყო ბატონი ვახტანგ ყოლბაია, რომელსაც მიყავდა როგორც წამყვანს ის საღამო, რომელიც გაიმართა დეკემბერში, რომელიც მიეძღვნა ბატონ ოთარ ზუხბაიას 85 წლის თავს. ამ საღამოს მოწყობაში აგრეთვე რასაკვირველია მინდა აღნიშნოთ, მონაწილეობდნენ ჯერ არ იჩქაროთ ეს ფოტოებით, მონაწილეობდნენ ორგანიზებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრო და მისი შემავალი შესაბამისი სტრუქტურები. ბატონ ოთარ ზუხბაია, ახლა უკვე შეიძლება ვაჩვენოთ ეს ფოტოები, ახალგაზრდობაში იყო წარმატებული სპორტსმენი სამსახიობაში, ძლევოსნობის სამსახიობაში, შუბის სპორტში, ბადროს სპორტში და ვირტის კრაში. იყო საქართველოს ნაკრების წევრი. 50-იანი წლების ბოლოს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, როგორც საქართველოს ჩემპიონი, მონაწილეობდა საკავშირო ტურნირებში, სპარტაკიადებში, ხო გამოჩნდება ფოტო, ვიდეო მასალა. მის მიერ დამყარებული რეკორდები, ოთარ ზუხბაიას მიერ დამყარებული 50-იანი წლების ბოლოს
ზოგი 5 წელი, ზოგი 10 წელი, ზოგი 15-20 წელი იყო როგორც რეკორდი. მაგრამ ოთარ ზუღბაია შევიდა ისტორიაში არამარტო როგორც სპორტსმენი, არამედ როგორც საზოგადო პოლიტიკური მოღვაწე, ვაჟკაცი პიროვნება, რომელმაც 99 წლის 18 მარტს ხო ლიხში გამართულ შეკრებაზე გახსოვთ ბატონო ვახტანგ 99 წლის 18 მარტს როცა მოსკოვის კარნახით, მოსკოვის ხარდაჭერით აფხაზთა ერთმა ნაწილმა სეპარატისტთა ლიდერმა მოაწყოს შესაბამისი შეკრება იმისათვის რომ შეედგინათ სპეციალური წერილი რომლის შინაარსი იყო მოსკოვის მიმართ გამართული წერილი, გაგზავნილი წერილი, რომლის შინაარსი იყო მოთხოვნა რომ აფხაზეთი გამოიყოს საქართველოს და ასე შემდეგ. ბატონმა ოთარ ზუღბაიამ უარი თქვა ხელის მოწერაზე, ეს იოლის საქმე არ იყო იმ დროს და ყველას ახსოვს მისი ძალიან საინტერესო ფრაზა აფხაზეთის შესახებ რომ ის აფხაზეთი მას უყვარს, იმიტომ რომ ის საქართველოს ერთიანობის მომხრე იყო ყოველთვის, პრინციპული პიროვნება, დიდი პიროვნება და ამიტომ იყო ამ საღამოს ორგანიზება საინტერესო და მახლა მინდა ვთხოვა ბატონო ვახტანგს დავიწყოთ ბატონ ოთარ ზუღბაიესკენ, დიდი ხანი იცნობდით მას 70-იანი წლებიდან თუ 60-იანი წლებიდან ბატონ ვახტანგ თქვენ კარგად იცნობდით დეტალურად ისიც მისი ცხოვრების შესახებ სანამ ბატონ ვახტანგის მივცემთ ხურმულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ბატონ ვახტანგი ახალგაზრდობაში იყო სპორტსმენი ტყავის ბურთის ტურნირებში მონაწილეობდა მერე მიატოვა სწავლას გაყვა მაგრამ რაც თავარია კარგად ერკვეოდა სპორტში და მისი საზოგადოებრივი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში ყოველთვის ხარს უჭერდა სპორტს. დავიწყოთ ბატონ ვახტანგ ოთარ ზუღბაიას. აი ეს თქვენ ბავშვობიდან იცნობდით ამ უდიდეს პიროვნებას. დიდი მადლობა. მოგდეთ დიდი მადლობა ბატონ თენგიზ ყველაფრისათვის თქვენ საოცარი მეხსიერება გაქვთ. საოცრად იცნობთ ჩვენს ისტორიას და არა მარტო სპორტის ისტორიას, არამედ მისი ცხოვრების ყველა თქვათ მიმართულებას და ამას შესანიშნავად აყალიბებთ თქვენ საკმაოდ საინტერესო გადაცემებში. პატარა ნიუანს გავაკეთებთ, ხლა შევიდა, ხლა ჩემი სპორტული მოღვაწეობა რა მოსატანია, ეს აბსოლუტ ბავშვური რაღაცეებია, მაგრამ მადლობა რომ ამას ახსენებთ. რა თქმა უნდა, ყველა სპორტში ვიყავით ჩვენ ბავშვობაში ასე კი. უმეტესობა. დიახ, უმრავლესობა, კი ბატონო. რაც შეეხება ოთარის თან დაკავშირებულ საკითხს, მაინც უფრო მეტად გაუსვამდი ხას აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, რამე თუ დღევანდელი დეკემბერში გამართულ ღონისძიებაში ვინაიდან ბატონი ჩინჭარაძე, როგორც აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი, გახლავთ მემკვიდრე იმ მთავრობისა, რომელიც ჩვენ იქ დავტოვეთ, მაგრამ რომლის საქმიანობა დღეს დევნილობაში გრძელდება და ერთ-ერთი მემკვიდრე გახლავთ ბატონი ჩინჭარაძე და მან სიამოვნებით მიიღო ეს შემოთავაზება და ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღო მის ორგანიზებაში. რაც შეეხება ბატონ ოთარს, თქვენ ანახეთ აქ და მიდის პარალელურ რეჟიმში კადრები საუცხოო ისტორია. ახლა ეს გახლავთ ბატონი ოთარის ბიძა, მამიძმა, ეს გახლავთ მისი ბიძა, დედამისი და მისი ძმები, ეს არის მისი მამამისი, მისი ძმე და დედამისი. ქალბატონი თინა ხუროძე, თბილისელი ქალბატონი, რომელმაც გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე გოგი ზუღბაია, როცა ისინი სწავლობდნენ თბილისში სამედიცინო ინსტიტუტში და შეუყვარდათ ერთმანეთში. ქალბატონი თინა თბილისში გაზრდილი საკმაოდ ცნობილ შვენიერ ოჯახში, დედით, მამით, ბატონო ჩემო პროფესორების და აკადემიკოსების ოჯახში, ეს თბილისელი ქალბატონი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაყვა გოგის პროვინციაში. დიახ, ახლა დღეს რა არის ჩემი მშობლიური ქალაქი, მაგრამ ახლა 50-იან წლებში მაინც გალი ღრმა პროვინცია იყო და მიუხედავად ამისა ჩავიდა გალში და ეს ნიუანსებია, რომელსაც რაიონული და სხვა პროვინციელი ადამიანი უფრო მეტად გაიგებს. რამოდენიმე თვეში
ქართველ თბილისელმა ქალბატონმა შესანიშნავად შეისწავლა მეგრული ენა და ჩვენ ახალგაზრდები ბავშვები რომ მოვდიოდით მათთან ოჯახში სულ ქართულად მეგრულად გველაპარაკებოდა. ეს თქვა ეს იყო პატივისცემა, სიყვარული და ნიჭი. აბსოლუტურად თქვენ შესანიშნავად ჩამოვყალიბეთ სამი თვისება, რომელიც ახასიათებდა ქალბატონ თინას ეს შინაგანი რაღაც საოცარი კეთილშობილება, რომელიც გენეტიკურად გადაეცა მის შვილებს და რადგან ოთარზე ვსაუბრობთ, ოთარცეს განსაკუთრებულად ჰქონდა ოთარი აი ფიზიკურად ძლიერი პიროვნება იყო და ამშვენე ძლიერი გულის მატარებელი იყო. ახლა მის ბიოგრაფიას მართლაც და ამშვენებს ის ბოლო ის მისი ფრთიანი გამონათქვამი, რომელიცაც აი ახლა გამოდის პარლამენტში, საერთო დიდი იმით აქტიურობით არ გამოირჩეოდა როგორც ჟული შარტავა, მაგრამ ჟული შარტავაც ერთხელ გამოვიდა, ბატონი ოთარიც ერთხელ გამოვიდა პარლამენტში, როცა ყველაზე მძიმე სიტუაციები იყო, როცა ეს დაპირისპირება და არა მარტო, თქვა საქართველოში მთლიანად ეს ყოფილი პრეზიდენტით მე თქვა მომხრეების შევარდნაძის პერიოდი იყო და როცა საჭირო იყო სიტუაციის გამოხდა, თქვა ოთარი გამოვიდა და შერბილება სიტუაციის და ის ფრთიანი გამონათქვამი, რომელიც გაზღერდა, აი თქვენ როგორც ვთანეთ 99 წლის იმ 18 მარტს, როცა მას შესთავაზეთ ხელმოწერა იმ დოკუმენტზე, რომელსაც მომართვა თუ რაღაც ეს აი დოკუმენტი, რომელიც ცნობილია, როგორც ლიხნის წერილი, იქ თავისი არგუმენტი მან ასეთნაირად მოკლედ ჩამოაყალიბა. მე იმიტომ ვარ საქართველოს მხარეზე, რომ ძალიან მიყვარს აფხაზეთი. მარტივად და მაგრამ ფანტასტიკური. მარტივად და თქვა აბსოლუტურად ტევადი იყო მისი შინაგანი განწყობა იყო ამაში, მან ჩამოაყალიბა თავისი მსოფლმხედველობა. საქართველოს ერთიანი საქართველოში, მას საქართველოს იმიტომ უყვარდა, რომ აფხაზეთი უყვარდა არანაკლებ და აფხაზეთს მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში ხედავდა. მიუხედავად იმისა, თქვენ კარგად ბრძანეთ, ეს იყო ძალიან რთული მომენტი. სხვადასხვა ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მას აფხაზურ ისტებლიშმენტთან, ასე რომ ეძახიან დღეს ახლა პარტიული ელიტა, პოლიტიკური და არაპოლიტიკური, და არა მარტო ოპოზიცია ეგრეთ წოდებული, თუმცა ესეც უნდა ვთქვათ, იმ დროს აფხაზეთში გასაგებია რატომ ამას ახსნა არ ჭირდება, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და კომუნისტური ასე ვთქვათ ელიტა იყო ერთად. თქვენ გახსოვთ ენგიც ყველაზე უკეთესად როგორც ჟურნალისტი არა საქმეში ჩახედულ პიროვნებას, რომ აიდგილა ეს რომელიც თარგმნა როგორც ერთიანობა, ეს არის პარტიის სალკო კომიტეტის მიერ შექმნილი ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, კარნახით სხვა დიდი სტრუქტურებიდან დიახ და მას ჩაუყენეს სათავეში თავიდან გახსოვთ იყო გაგუა ალექსი გოგუა უკაცრავ ალექსი გოგუა წერალი ცნობილი პიროვნება აფხაზეთში, მაგრამ როცა დრო დადგა რომ აიდგა რა უფრო მძაფრი აგრესიული გამხდარიყო, შეცვალეს გოგუა და შამბა და მოვიდა ედუარდ სერგეი შამბა. და ამ დროს მოუწია ბატონ ოთარს იქ 99 წელი. გაგანია, როგორც თქვენ, სიცხია, პაპანაკება, რო იტყვიან. წელიწადის ერთ-ერთ თვეზე ივლისი. და დიახ და მანამდე იყო მან შეცვალა იუზა უბილავა. იუზა უბილავა ძალიან წესიერი და მინისტრ საბჭოს თავმჯდომარის პოზზე. ის იყო ძალიან გათვისნობიერებული მეურნე კაცი, მინისტრი ყოფილი, კვებისა და მრეწველობის მინისტრი, საქართველოში რაიონის ხელმძღვანელი არაერთი წალენჯიხის მერე ფოთის და ის მოვიდა, როგორც იტყვიან, იმ ტალღაზე, რომელიც აფხაზეთში ყველა წელიწადში იმართებოდა. მაშინ წავიდა ერთი, გაუშვეს და მოვიდა იუზა უბილავა, რომელსაც შესანიშნავად იმუშავა სხვათა შორის, ძალიან სერიოზული წარსულები გააკეთა, რომელიც მერე ოთარსაც გამოადგება მთელს აფხაზეთს და ამის მერე მოდის ოთარი. ოთარი როცა სიტუაცია, როგორც ვთქვათ, წკიბზეა მისული და ოთარს როგორც
გვარით სუღბაიას. აფხაზებს აქვთ ეს პატარა როგორც იტყვიან სისუსტეები, სიმპათიები, თავისი ყველას თვლიან თავისიანად. მახსოვთ გუმბარიძე რომ მოვიდა ცეკას პიროვნებიდან ამბობდნენ ეს გუმბარიძე კი არა გუმბარიო. ხო იცით ქართველებშიც არის ჩვენ ვეძებთ ამერიკის საფრთხეთ რაღაც პრეზიდენტებშიც წარმოშობას და ამ შემდეგ. ამიტომ აფხაზებს რა თქმა უნდა შორ წასასვლელი არ ქონდათ. სუღბაია ძირძველი აფხაზეთის გვარია, ქართული გვარი, სამურზაყანოელი და რა თქმა უნდა ისინი ძალიან სიმპათიურად უყურებდნენ ოთარის მოსვლას და განსაკუთრებული ურთიერთობა მას ჩამოყალიბდა ბატონო ბორის ადლიბასთან. ბორისთან ჯერ მდივანი გახდა, რომელიც დარგის ხელმძღვანელობდა მშენებლობას და მრეწველობას, მერე საოლქო კომიტეტში, მერე იუზა რო წამოვიდა აქეთ. ბოდიში მინდა შეგაცხედინოთ. ხო, ბატონი ოთარი იყო წარმატებული სპორტსმენი. მისი აი პრინციპულობა, ვაჟკაცობა, გამბედაობა, აქედანაც ხომ მოდის, რომ ის სპორტსმენი იყო ფიზიკურად, გონებრივად, განათლებული კაცი, ამასაც ხომ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ის ესე იგი ძლევოსნობაში შობის ყორცნა. დიახ. ბადოს ყორცნა ბირთის კრა წარმატებები ქონდა მას აფხაზეთის ავტონომიის ჩემპიონატში, საქართველოს ჩემპიონატში და საკავშირო ტურნირებში. აი თქვენ რომ ქონდათ მასთან საუბრები, ის არ იხსენებდა მას რომ ხომ აი ჯობდა სპორტი გამეგრძელებინა ამ ცნელობა თუ ამაზე არ იყო საუბარი. არა, იცით როგორ არის ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ოთარი ბავშვობაში ავამტყოფობდა. მას ჰქონდა გულის მანკი და ექიმებმა ურჩიეს მშობლებს რომ სპორტთან დაახლოებული ყოფილიყო და ისე აქტიურად ჩაერთო ამ სპორტში რომ რეკორდები მოხსნა და კარგად თქვი თქვენ 15 წელი ეს ერთი რამოდენიმე რეკორდი მოხსნილი არ იყო და სულ რამოდენიმე წლის უკან მოიხსნა ეს რეკორდი. შუბის სპორტსნა ბადოს ეს ხომ ძალიან დიდ გამზადება სჭირდება მას. დიახ, მას ყავდა თავისი მეგობარი თანაკლასელი ნოდარ კორსანტი და ნოდარი კორსანტი და ის თვითონ იყვნენ საქართველოს ნაკრების წევრი, მე გაინაწილეს ის ბადროს ტყნათში იმაში ტორტანში გადავიდა და ეს დარჩა შუბში. მათი ძნელიც იყო გალელი ეზუღბაია, ხო? კოტე ეზუღბაია სურათი არის. კი იყო იქ. ახალგაზრდობაში ეს ზუღბაია, ის ეზუღბაია. ეს ეზუღბაია, კოტე ეზუღბაია იყო საოცარი ძნელი მძლეოსნობაში უნიკალური თქვა შედეგი ჰქონდა აფხაზეთის ყველა ნაკრებში სახეობაში მძლეოსნობის გალელი ბავშვები მონაწილეობდნენ და დომინირებდნენ. კი, რათალი ხარ თქვენ. ხო და აი ფიზიკური ძალიან კარგად გავუსწრებთ. ძალიან ძლიერი პიროვნება იყო ბატონო ოთარი, უშიშარი და ეს მარტო იმის გონების კი არა, ფიზიკურადაც. აი ძალიან კარგად. მე ეს ვარჯიშობდა, როგორც მე ვიცი. კი, სულ ვარჯიშობდა. უყვარდა ცურვა, უყვარდა ეს ძალიან თქვენ კარგი რამეს გავუსვით ხაზი. ეხლა რა თქმა უნდა, სუსტი ფიზიკურადაც სულიერი ძლიერი კაციც მაგარია, მაგრამ აი თვითდაჯერებულობა, როცა ვატიეთ, მაგრამ ფიზიკურ შეტაკებამდეც რომ მივა, იქ თავისი უკან არ დაიხებდა. უკან არ დაიხებს და მე ამ სპორტი ადამიანში ზრდის აყალიბებს დამოუკიდებლობას, სითამამეს, გადაწყვეტილების ნებისყოფას, სითამამეს გადაწყვეტილების მიღებაში. ამიტომ ოთარის ეს გადაწყვეტილების მიღება, როგორც თქვენ არ უჭირდა, იმიტომ მაწვილობიდან ეს ხასიათში ქონდა. ამიტომ არის როცა ის თქვი მოვაყოლებ და გავაგრძელებ, ბორის ადრიბამ რო უთხრა ოთარ, შენ შეგიძლია არ წამოხედი ლიხნის კრებაში 99 წლის 18 მარტს შეგიძლია შენ არ წამოხედი ქართველი ხარ ხო და მანამდე ბორისი ჩამოვიდა მოსკოვიდან ერთი დღით ადრე და როცა ჩამოვიდა იმიდან აეროპორტ თვითვრინავიდან და რო დაიშვა ეს კალდატარზე მან ასეთნაირად უჩვენა დამხტურებს ესე იგი ჩამოვიტანე მოგება და დასტური იმისა რომ ამ ღონისძიების ჩატარება შეიძლება ამიტომ იქ პრაქტიკულად შემზადებული იყო მოსკოვიდან დაწყებული, აი აიდგილარის ჩათვლით. ხო, მოსკოვის ხარდაჭერით სეპარატისტთან ლიდერებმა, ნაწილმა აქტივმაც დაუჭირა დასტური. იძულებული იყვნენ, სხვა გზა არ ქონდა. თვითონ ბორის ადლებად თქვენ კარგად იცნობდით მასა გეტყვით ეს აფხაზეთი საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი 78 წლიდან 99 წლის აპრილამდე ახალგაზრდობაში იყო სპორტსმენი, ფეხბურთელი, მეკარე, ოჩამჩირის გუნდის ოჩამჩირის დინამო ერქვა იმ დროს, მე ამირანი გახდა. მისი შვილის ფეხბურთელი იყო ასტამური, ისის მეკარე იყო. ეხლა არის სოხუმის დინამო. დიახ, იქ სოხუმში მოქმედი დინამოს იმ გუნდის.
და ბორის ადლება ყოველთვის ითვლებოდა უფრო ზომიერად, უფრო გათანასწორებლად ქართველებთან კარგი ურთიერთობის მომხრე ომის წინააღმდეგი, მაგრამ იქ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ის სხვანაირად ვერ მოიმოქმედებდა და მან გაამრთხილა ქართველი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ზუღბაია შეგიძლია არ ჩახვიდე ლიღში და არ მოაწერო ხელი, იმიტომ რომ იქ ოფიციალური მონაცემებით 25000 კაცი ესწრებოდა, მაგრამ თვითონ წერილს მერე 30000-ზე მეტმა მოაწერა, ცალ-ცალკე მერე ვინც არ ესწრებოდა, იმათ მოაწერინეს ხელი. კი ახლა ზოგიერთი ამბობს 40000 არ იყო ამდენი. 30000-მდე 25-27 სწორი ხარ თქვენ? დიახ. ხო და თქვენ ამას ხაზი გაუსვიდეთ. ის წავიდა, ძალიან დიდი რისკი იყო იქ იმ შეკრებაზე. რა თქმა უნდა, ეს არის შინაგანი განწყობა. მას ფიზიკური შეხლა შემოხლა რო ყოფილიყო, დარწმუნებული იყო თავში რომ 1-2-3 კაცსაც მოერეოდა თუ საჭირო გახდა. მაგრამ იქ რამდენიმე კაცმა ადლებამ ოზგანმა პრინციპულად ამას გეტყვით კი ხო თუ შეიძლება ხო და როცა დადგა საკითხი გზაში ეუბნება ოთარ ერთად წავიდნენ ერთი მანქანით ხო და ნუ გზაში ხო იყო საუბარი და ოთარი ამას ეუბნებოდა რომ რატომ და რისთვის მაგრამ თქვენ როგორ ვთანეთ ეხლა სხვა გამოსავალი არ არის ამას მე ჩათრევა ჩაყოლა ჯობიაო დაახლოებით ეს ტექსტი იყო და ის იყო რომ მაინც უთხრა და ოთარმა არა მე უნდა ვიყოი და მე უნდა სათქმელი თქვა ჩემი სათქმელი რომ ეს არ შეიძლება აი იმიტომ ქართველები და აფხაზები ერთად უნდა და როცა მას შეეკითხენ აფხაზები რატომ ოთარ გიორგიევич ხო იცით გიორგი იჩევით იყო მართლა ოთარ გიორგიევич რატომ вы не с нами ოთარმა თქვა вы я с нами но вы должны быть в Грузии და საქართველოს მხარეზე მე იმიტომ ვარ რომ ძალიან მიყვარს აფხაზეთი სხვანაირად მე არ წარმომიდგენია აფხაზეთი საქართველოს გარეშე და ბევრმა ეს ვერ გაიგო მაგრამ ის გაიგო ოსგანმა მოაზროვნე აფხაზებმა გაიგეს ოსგანმა როგორც გაიგო ოსგანმა იმიტომ რომ იქ ხო ცხელ თავიანებით იყვნენ და ესენი წამოვიდნენ პირდაპირ შეტაკებაზე ფიზიკურად მაგრამ ეხლა ოთარიც გავუკავდებოდა რამოდენიმე კაც მაგრამ ამდენს და ამიტომ ოთარი გაარი და ადრეებამ და ოსგანმა და ქალაქიდან გაიყვანეს ამით იყო ინფორმაცია გზაში შეიძლება თავდასხმა ყოფილიყო ხო ეს რაც შეეხება კონკრეტულ სიტუაციას და ეს არის ის რამაც ოთარის სახელი განსაკუთრებული ასოებით ჩაიწერა არა აფხაზეთის ისტორიაში საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უფრო მეც გეტყვით მე ესე იგი ახლა თუ შეიძლება ბატონო ვახტანგ 99 წლის ივლისის მოვლენების შემდეგ იქ შეტაკებების შემდეგ ივლისში სოხუმში რომ მოხდა სხვა რაიონებში მერე მან დაწერა განცხადება თქვენ ამაზე იტყვით და წამოვიდა იმ პოზიციაზე მინისტრთა თავმჯდომარის აფხაზეთის მინისტრთა თავმჯდომარის პოსტიდან გადმოიყვანეს თბილისში მერე ისე მოხდა რომ ფაქტიურად სხვადასხვა მიზეზების გამო მოაცილეს აფხაზეთის თემას და ბორის ადლეება 90-ში ცდილობდა მოსლას სხვა მეორე წრეზე ხელისუფლებაში, მაგრამ ვერ მოახერხა იქ ბევრი ნიუანსებია თქვენ კარგად იცით და 90 წლის დეკემბერში მოსკოვში გარდაიცვალა, როგორც არსებობს ვერსია, მოწამლისო და გარდაიცვალა. ისიც მოაშორეს, რომ ეს ორი პიროვნება, რომელსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ქართველებშიც და აფხაზებშიც და რომლებიც იყვნენ მიმართული მშვიდობის შენარჩუნებაზე, მოლაპარაკებით გზით, პრობლემების გადაწყვეტაზე და არა ომისკენ. ალბათ ეს ძალიან დიდი გეგმის ნაწილი იყო და ლიხნის წერილზე მინდა გითხრათ. ჯერ კიდევ თქვენ კარგად იცით 63 და 64 წლებში ნიკიტა ხრუშოვი რომელიც იყო საკავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრკომიტეტის პირველი მდივანი ერქვა იმ დროს და მინისტრთა თავმჯდომარე მან რომ 63-ში და 4-ში შესთავაზა ბღაჟბას მიხეილ ტიმროვიჩ ბღაჟბას აფხაზეთის საოლქომიტეტის პირველ მდივანს საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქომიტეტის ცნობილი პარტია შესთავაზა რომ მოაწერეთო ხელი შეადგინეთო წერილი რომ გინდათ გამოყოფა და კრასნოდარში კრასნოდარის ხარისში 30-40000-მა კაცმა მოაწეროსო ხელი ბღაჟბამ იმის მაგივრად რომ შეედგინა ეს ინტელიგენციასთან ერთად წერილი ქართველ მინისტრებთან ერთად წამოვიდა თბილისში მოახსენა ამის შესახებ ბატონ ვასილი პავლოვის
შავანაძეს, საქართველოს კომპარტიის პიროვნებას, რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რომელმაც შემდგომში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაიბლოკა ეს თემა და მერე ხრუშჩოვიც 84-ში მოხსნეს ბევრი ნიუანსები არის იქ. რატო ვიხსენებ ახლა მას? 60-იან წლებში იყო ეს მოსკოვიდან გარკვეული ძალები და რომ ასეთი წერილია საჭირო. 99-ში ეს შემთხვევით კი არ არის, ნებართვა მიიღეს, აღადგინეს ის გეგმა, რომ ვითომ ხალხი ითხოვს გამოყოფას, შესვლას, ასე და იქეთ. ეს სიტუაციის დაძაბვის რაღაცა მომენტია და თბილისზე, საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის მომენტი იყო მოსკოვიდან. აფხაზები, როგორც ზურაბ აჯბამ მერე თქვა, ბევრჯერ გამოიყენეს როგორც ხელკეტი საქართველოს წინააღმდეგ, რომ რუსეთმა შეენარჩუნებინა გავლენა საქართველოზე, ხო? ხო და ახლა ბოდიში ახლა ესეთი პასაჟი უფრო ღმათ იცით ეს თემები, მაგრამ მე ახლა ოთარ ზუღბაიაზე იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება, რომ ძალიან დიდი ჯერ ერთი გორ სპორტსმენი იყო, იმიტომ მიატოვა ფაქტიურად ტრავმების გამო და ჯანმრთელობის გამო. მე როგორც პოლიტიკური მოღვაწე, საზოგადო მოღვაწე, პრინციპიალური კაცი, აი ძალიან განათლებული, ვაჟკაცი, მიხვედრილი და წონიანი, აი ყველა რაღაცა რიდით მე ვიცნობდი მას ისე ახლოს არა როგორც თქვენ, მაგრამ ძალიან დიდი რიდი ჰქონდათ, იმიტომ რომ მას იმის სიტყვას ჰქონდა განათლებულ და პრინციპიალურ კაცს და როგორც ამბობდნენ, კომპრომატე მასზე არ არსებობდა. აი ეს ამთავ კომპრომატე არ არსებობდა. ისეთ რამეს არ გააკეთებდა, რომ ვიღაცას ეთქვა, შენ ეს გააკეთე რაღაცები, იმ დროს. შეეცადნენ სხვადასხვა რაღაცები დაებრალებინათ მისთვის, მაგრამ ამაოდ არაფერი არ გამოვიდა და ეს პოლიტიკური მომენტი სხვადასხვა ამ პოლიტიკური თქვენ ძალიან კარგად ხსნით ყველაფერს ბატონო თენგიზ. აი მისი მართლაც და ეს პრინციპული მიდგომა იცით აი მართლაც და მას ისე იოლად ვერ აღიქვამდი როგორც იტყვიან ჯერეთი და გარეგნობიდან ფიზიკურიდან წარმოშობით ის თანამდებობას ამშვენებდა და არა თანამდებობა ამშვენებდა მას იმიტომ რომ ის თავისი წარსულით თავისი გავლილი გზით, თავისი კეთილშობილებით და თავისი ადგილობრივი მენტალობით გარკვეულ რაღაც დისტანციასაც ქმნიდა პოლიტიკურ ელიტაში და ყველა აფხაზი, ვისაც ჰქონდა რაღაც პრეტენზია ყოფილიყო ლიდერი, ასე ვერბოდა იგივე შამბა ისე იოლად ვერ მოდიოდა მასთან, იმიტომ რომ ის თავის ადგილს უჩენდა მას და იმათ ვისაც ესაბამებოდა განწყობილი პატივისცემის მომენტი ურთიერთობაში. ეხლა ეს არ იყო როგორც თვითონ ეძახოდნენ პარაშუტისტებს ეძახოდნენ. ხო, ზოგიერთები, ხო. ეს იყო ის კაცი, რომელსაც მართლაც და ადგილობრივი მენტალობა ჰქონდა. აი, იმიტომ თქვა მან რომ მე საქართველოს მხარეზე იმიტომ ვარ რომ ძალიან მიყვარს აფხაზეთი, ამიტომ ეს ვიცი გულწრფელობა დანახულიც ჰქონდა. კი, იმათ დაინახეს, კი, იმიტომ რომ გულწრფელად თქვა, გულწრფელად და ჭკვიანურად, ეს ძალიან მაგარი ფრაზა. სადაც საჭირო იყო იქ თქვა, როცა კრიზისული მომენტი იყო. ის ბოლომდე განიხილებოდა, კი, თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ შემდგომშიც ამ პოსტზე დაბრუნება. როცა უკვე აი ეს მომენტები დატრიალდა, როცა კობახია მიდის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და უნდა მოვიდეს არძიმბა, ერთ-ერთი ახლა შორი ისტორია შეიძლება ეს სხვა გადაცემა იყო. ხო, შეთანხმება იყო, ერთ-ერთი შეთანხმება 6 პირობიდან, ერთ-ერთი იყო, რომ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე დაბრუნებული იყო ბატონო ოთარ ზუღბაი 90 წლის დეკემბერში. 90 წლის დეკემბრის და ადლება საალკომიტეტის პირველ მდივნად. კი ბატონო, ანუ ყველაფერი იცით, პირველ მდივნად ადლება, ოთარი ხდებოდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. დაბალანსებული სიტუაცია. და მე ადლება, ასე ვთქვა, თავის პოლიტიკას განაგრძობდა, დასიდა კომპარტიას, მე მოვიდოდა ხელისუფლებაში არა არძება, არამედ სხვა პიროვნება გარდაცვლილი და შეიძლება პარკი სერგო ბაგაბზე იყო გათვლა, ქონდა ადლებას, მაგრამ როგორც თქვით, ეს არაფერი არ დაცადა. როცა ბევრი ნიუანსებია, არ მინდა ახლა მართლაც სხვა გადაცემის შეიძლება თემა იყოს. ბევრი ნიუანსია. ბოლო მომენტამდე ოთარის საკითხი იყო, თქვა, დღის წესში, მაგრამ ბოლო მომენტში ის რომ ადლება ვერ გახდა აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი, ისე მეორეჯერ მოbrunებაში ვერ მოხერხდა, ამან ძირითადად განაპირობა, რომ მასზე ბრძოლა ვერ გაგრძელდა, იმიტომ რომ ამ ბრძოლის სათავეში იდგა ადლება. ზოგი იკითხავს მაყურებელი. მე რა მოხდა თუ ის გახდებოდა პირველი მდივანი ოთარ ზუღბაია გახდებოდა კლავ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. ეს არ ნიშნავს ავტომატურად რომ ის რუსეთ-საქართველოს ომი 92-13 წლების არ იქნებოდა, მაგრამ
ეს პიროვნებები იყვნენ ისეთები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებდნენ იმისათვის, რომ ომის აცილება მომხდარიყო, სიტუაციის გამწვავება მომხდარიყო, ის განმუხტო მომხდარიყო, გართულებამდე რომ არ მისულიყო. შეიძლება ომი მაინც მერე რამდენიმე წლის შემდეგ მოხდებოდა სხვადასხვა ძალების და პიროვნებების ჩარევით და ჩართვით, მაგრამ როცა პირველი პირები ხელს არ უწყობენ ომის ძალებს, მაშინ უფრო რთულია ომის გაჩაღება. თქმა უნდა, აბსოლუტურად მართალია. და ეს ბატონი ოთარ ზუღბაია, ბორის ადლება და კიდევ რამდენიმე კაცი ორივე მხრიდან, ვინც იყვნენ იმის მომხრე, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, ოღონდ სხვადასხვა გზებით, მოლაპარაკებებით, უფლებამოსილებების გამიჯნით, ინტერესების, პრივილეგიებით, რაღაცებით, ბევრი ნიუანსები იყო, მაგრამ სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ზემო ნაწილში ხელისუფლებაში აფხაზთა მხრიდან იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელიც პირდაპირ ომისკენ მიდიოდნენ და ასრულებდნენ მოსკოვიდან მიღებულ შესაბამის მითითებებს ომის გამწვავების სიტუაციის გამწვავებისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მოეხდინათ ზეწოლა. მაგრამ მე ახლა მინდა რომ ზედმეტი პოლიტიკაში რომ შეიძლება ისე ჩაუმატო, თქვენ ძალიან კარგად მიყავთ ეს თემა და აი ის რასაც თქვენ ბრძანეთ ეს ამას მინდა ყურადღება მივაქციო. ოთარი ზუღბაია წამოსვლის შემდეგ დიდი პოლიტიკა ვთქვათ ასე. ხო, 99 წლის მერე ქართული საზოგადოება დარჩა ლიდერის გარეშე. აფხაზეთში. მინისტრ საბჭოს თავმჯდომარე არ იყო არჩეული და მოვალეობის შემსრულებელი იყო ვლადიმერ მიქამბა. მიქამბა იყო თითქმის 2 წელი. ხო და ქართულ საზოგადოებას პრაქტიკულად აკლდა ის, რასაც ქვია კაცი, რომელიც ზუღბაიასნაირი პიროვნება, რომელიც ძალიან დინჯი, გაწონასწორებული, პრინციპული, წონიანი, პატივ მიგებული, ვთქვათ, აფხაზურ მხრიდან, როგორც მე ვთქვი, მაგას ვერაფერს ისეც ვერ გაუბედავდნენ, რაც სხვებსაც უბედავდნენ, მე ყველას პატივ ვცე, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის რაც დაუშვათ მე, რასაც პირობითად ლაპარაკობ, თუმცა რატომაც არა, ასე ვთქვათ, მე შეიძლება ჩემთვის ეთქვათ, ოთარის ვერ გაუბედავდნენ მას. იმიტომ რომ ოთარი თავისი სხვა წონის პოლიტიკოსი იყო და მერე ქართული საზოგადოება რო დარჩა ლიდერების გარეშე, ამათ გამოიწვია დაქსაქსულობა. და ის თბილისის ეს დიდი გეგმის ნაწილი იყო რუსეთ-საქართველოს ომისკენ. დიახ, ამიტომ თბილისიც ვერ ხედავდა უკვე წონიან თქვათ ლიდერს ქართულ საზოგადოებაში და მოხდა ის რაც მე იყვნენ პიროვნებები მაგრამ ზოგიერთი თავს არიდებდა ზოგიერთ სტატუსი არ ქონოდა ზოგიერთ სიტუაცია თავარია ჩვენ დღეს გავიხსენეთ ბატონი ოთარ ზუღბაია პიროვნება რომელიც იყო ძალიან ნიჭიერი და წარმატებული სპორტსმენი შემდეგ კი პარტიული სახელმწიფო მოღვაწე და საზოგადო მოღვაწე მეცნიერი ეროვნულ აკადემიაში იყო და სერიოზულ პოზიციებზე წიგნების ავტორი გავიხსენეთ ეს პიროვნება რომელსაც უყვარდა სპორტი მხარს უჭერდა სპორტს და რადგანაც ახლა ჩვენ ეს გადაცემის ეს ნაწილი დავასრულეთ მინდა კიდევ რამდენიმე თემას შევეხოთ მე თქვენი კომენტარები დამჭირდება პატარა დრო მე უბრალოდ მადლობა მინდა გითხრათ ბატონო თენგის რომ ამ თემას ბატონო ოთარი ზუღბაიას თემას თქვენ გადაცემა მეორე მეორეჯერ პირველში იყო დეკემბერში თამარ ზუღბაიასთან მისი ქალიშვილი და დღეს რომ კიდევ მადლობა თქვენ ამისათვის ახლა რაც შეეხება სპორტს და ისეთ სპორტს სადაც ფანტასტიკური შედეგები ვიცით ჩვენმა მოციგორავებმა გაგვახარეს ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ლუკა ბერულავა რომელიც არის წარმოშობით სოხუმელი დედამისი დიანა ძაძამია ვიცნობ მას ვესაუბრე ამ დღეებში მიულოცე მამამისი სოხუმელი არიან ბაბუა ბებია ორივე მხრიდან სოხუმში ცხოვრობდნენ 93 წლამდე დედაც და მამაც ისიც დედა-მამა პატარები იყვნენ იმ დროს 93 წლამდე სოხუმში ცხოვრობდნენ ბაბუა ინტურისტის სისტემაში მუშაობდა თვითონ ლუკა დევნილობაში იქ რუსეთში ცხოვრობდნენ მშობლები და იქ დაიბადა გაიზარდა 15-16 წლამდე სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობდა და ბოლო ახლა 23 წლისა 24 წლის ბოლო 7 თუ 8 წელი გამოდის საქართველოს სახელით წარმატებები ევროპის ჩემპიონატზე, ჯერ მსოფლიო ჩემპიონატებზე, იუნიორებს შორის, ოლიმპიურ თამაშებზეც იყო მესამე მეწყვილე, ის ორი მეწყვილე ისე მოხდა რომ
გამოიცვალა, იმიტომ რომ ზოგი წონაში იმატებს, ზოგი და ამიტომ მეწყვილე უნდა იყოს ისეთ კონდიციებში, რომ წარმოიდგინოთ, რას რთულ ილეთებს ატარებენ და ლუკა ბერულავა არის დევნილი სოხუმიდან, დევნილი სტატუსის აქვს და მინდა უთხრა მიულოცო კიდევ ერთხელ ლუკა ბერულავას, მის ოჯახს, მიულოცო საქართველოს ფიგურული სიგრაობის ფედერაციას, ქალბატონ მაკა გიორგობიანს, ფედერაციის პრეზიდენტს, დიდი შრომისთვის, დიდი მადლობა მას და ახლა მინდა გთხოვოთ პატარა ვიდეო არის ჩართული, რომელიც მე ჩავიწერე ლუკასთან 2 წლის წინ თბილისში, როცა იმყოფებოდა ერთ-ერთ ღონისძიებაზე. თუ შეიძლება ის პატარა ვიდეო ჩავრთოთ ლუკა ბერულავასთან. გამარჯობა მეგობრებო, მინდა გაგაცნო თუ ლუკა ბერულავას ყველა იცნობს. გამარჯობა ლუკა, წარმატებული მოცუქრავე, წარმოშობით სოხუმელი. დედა, მამა სოხუმელი, ბაბუაც, ბებიაც, ბაბუა ინტურიში მუშაობდა. ეს ფილიგარდისტი. წარმატები მინდა გულკისურო, წარმატები, ახალი წარმატები. ბევრჯერ გაგვახარა ლუკამ, ბევრჯერ. ეს ჩაწერილია ერთ-ერთი ღონისძიების დაჯილდოვება იყო ლუკასი ჰილტონის სასტუმროში. და იცით ბატონო ვახტანგ რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში იტალიაში დაიწყება ზამთრის ოლიმპიური თამაშები. ახლა მე არ ვიტყვი, არ გავაკეთებ ხმამაღლა განცხადებს, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მოიპოვებენ მედალს. მე არ ვამბობ რომელ მედალს, იმიტომ რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში დიდებში საქართველოს არასოდეს არც კომუნისტების პერიოდში, არც დამოუკიდებელ პერიოდში არ მოუპოვებია არც ერთი ხარისხის მედალი. ყველაზე მაღალი იყო გუნდურში წინა ოლიმპიადაზე მოცერგავარები გამოვიდნენ მე-6 ადგილზე, საბირკავშირის დროს კოპაცაკაძე მე-9 ადგილი და მედალი არასოდეს არ აგვიღია. იმედი გვაქვს აგრეთვე ნიკა ეგაძესი, რომელმაც ახლაც ინგლისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურებში მამაკაცებში ჩემპიონი გახდა. ფანტასტიკური საქართველოში დაბადებული გაზრდილი თბილისში, ბათუმში ვარჯიშობდა, მერე მოსკოვში, ევროპის ქვეყნებშიც მე ვიცი და ისიც გახდა ჩემპიონი. ახლა იმედი გვაქვს რომ მინიმუმს ვიტყვი რომ ბრინჯაოს მედალი, ასე ვთქვა და უფრო მეტიც მეტელკინოამ თქვა, ახლა ანასტასიამ თქვა რომ მე ოქროზე ფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ ოქროზე. ნებისმიერი ხარისხის მედალი იქნება ძალიან მაგარი, იმიტომ რომ საქართველოს არც დამოუკიდებლობის პერიოდში, არც საბჭოების პერიოდში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ბევრი მიზეზის, ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გამო მედალი არ მოუპოვებია. მედალი არ მოუპოვებია. თორემ ახლა ოლიმპიადებზე ახლა არ ჩამოვთი გვარებს ევროპის ჩემპიონატზე მოუპოვებიათ, სოფლიო ჩემპიონატების რაღაცა იუნიორებში და შემდეგ, მაგრამ ახლა ევროპაზე ძალიან გაგოხარეს ორი ოქრო, მით უმეტეს ეს ინგლისში მოხდა და ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანეს. ძალიან დიდი სიხარული. მაკა გიორგობიანმა ერთ-ერთ ინტერვიუ წავიკითხე ახლა აღნიშნა რომ 91-ში, იმიტომ აღნიშნა რომ ამის ფეხბურთელი იყო. 91-ში თბილისის დინამო გახდა ევროპის თასების თასის მფლობელი და ის კოტე მახარაძის სიტყვები ლიკუით სტალიცა გრუზი და ახლა მან დაამატა ფიგურული სიგრაობის გამო მთელ საქართველოს ნახევარ საქართველოს არეძინა და აღნიშნავდნენ. ახლა რაც შეეხება კიდევ ერთი თემა მაქვს, აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა ეს ფეხბურთი, ახლა თქვენ ყოფილი ფეხბურთელი ხართ ბატონო ვახტანგ, არ მოგერიდოთ ჭაბუკთა ტურნირებში ტყავის ბურთი, კოჟანი მეაჩ, ხო. მე-11 ნომერი იყავით თქვენ, ხო? კოსმოსიდან ასე შემატყობინეს, ხო. ახლა თუ ვისაც ვინმე საერთოდ კრიტიკული შენიშვნები ბატონო ვახტანგ ყოლობა ესმე პოლიტიკოსის შეგიძლიათ, ხოც კორექტულად სხვადასხვა ფორმატებში ის აიტანს, ხო, აიტან, ხო. ძალიან ახლა მინდა ფეხბურთზე განსაკუთრებით მინდა აღნიშნო ფეხბურთზე, იმიტომ რომ იქ იქნება ისეთი თემა არის, რომელიც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. წინა გადაცემებში შარშან წინ მე ბევრჯერ გაგაცანით სხვადასხვა ქვეყნებში დაბადებული ქართველები, გაზრდილი, რომლებიც გახდნენ წარმატებული ფეხბურთელები, გახდნენ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების, ეროვნული ნაკრებების წევრები, კანდიდატები
ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც არ არიან ჯერჯერობით ვარსკვლავები, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვთ. ამას წინათ ახალი წლის დასაწყისში ვიყავი კვიპროსში და 3 იანვარს ნიქოზიაში ვესწრებოდი ადგილობრივ კლუბის ერაკლიოსის თამაშს სპარტაკოსთან, ეს მეორე ლიგა. რატო ვესწრებოდი ამ მატჩს? იმიტომ რომ იქ თამაშობს ერაკლიოსის გუნდში თამაშობს კვიპროსში დაბადებული და გაზრდილი ფეხბურთელი 21 წლის გიორგი ყაზაიშვილი, საქართველოს მოქალაქეა, 1.86 არის სიმაღლე მისი, შემტევი მცველი, ასე შეიძლება ითქვას, ქართული იცის, საქართველოს მოქალაქეა, ბერძნული იცის რასაკვირველია და შარშან გამოდიოდა მესამე ლიგაში, ახლა მეორე ლიგაშია, გამოჩნდება ახლა ფოტო ვიდეო მასალა მასზე და ძალიან მომეწონა მისი თამაში კვიპროსელმა სპეციალისტებმა გუნდის ხედავთ ახლა თემურ ქეძბაია გიორგი ყაზაიშვილი 3 წლის არის და მამამისი კახა ყაზაიშვილი ეს ყაზაიშვილი დაბადა ეს გადაღებული 2007 წელს როცა იყო ქეძბაიას გაცილება ფეხბურთიდან კვიპროსში ეს ნემსაძე ესწრებოდი იყო იმ თამაშს გიორგი ნემსაძე ჩვენი წარმატებული ფეხბურთელი ნაკრების ყოფილი კაპიტანი და გიორგი ყაზაიშვილი პატარა 3 წლისაა ამ ფოტოზე გიორგის მამა კახა ყაზაიშვილი წარმოშობით არის თერჯოლიდან 90-იანი წლების ბოლოს ეს მე და გიორგი ვართ თამაშის შემდეგ კვიპროსში 3 იანვარს არის გადაღებული გიორგის მამა კახა ყაზაიშვილი თამაშობდა თერჯოლაში და ტრამის გამო მიატოვა ფეხბურთი ეს ნერლებთან ერთად ტრამის გამო მიატოვა ფეხბურთი და 2003 წელს ქალბატონ მაია ფანჯვიძესთან მეუღლესთან ერთად სექტემბერში 2003 წლის ჩავიდნენ კვიპროსში იქ ცხოვრობენ ერთი წლის შემდეგ 2004-ში ნოემბერში მათ შეეძინათ გიორგი რომელიც გახდა ფეხბურთელი სხვადასხვა ტიტულებია საუკეთესო ახალგაზრდებში ჭაბუკებში ასე შემდეგ და ახლა მე რამდენი ერთ წუთში ჩავთავ ალბათ იმ ვიდეო მასალას სადაც გიორგის მწნელი კოსტას ციკაცე და მე გიორგის გუნდის მწნელი და მეორე ერთი გამოცდილი მწნელი აძლევენ დახასიათებას გიორგის როგორც ძალიან დიდი პოტენციალის ფეხბურთელს თუ შეიძლება ჩავთოთ ახლა ეს ვიდეო გამარჯობა მოგესალმებით ნიკოზიიდან მინდა გაგაცნოთ კვიპროსში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ფეხბურთელი 21 წლის გიორგი ყაზაიშვილი რომელიც თამაშობს კვიპროსის ნიკოზიის კლუბ ერაკლიოსში და მისი ოცნება არის ნაკრებში თამაში. საქართველოს ნაკრებში თამაში. მინდა გითხრათ რომ დღეს გიორგიმ შესანიშნავად წყინვალად ითამაშა თავისი გუნდის შემადგენლობაში და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სიმაღლე ნახეთ 1.86 სანტიმეტრი. მინდა წარმატებები გისურვოთ. დიდი მადლობა. კარგად. Παιχνίδι στο πρώτο μήχρονο ήταν καλύτερο ο Σπάρτακος. Δίκαια προηγήθηκε 1-0. Το δεύτερο μήχρονο όμως νομίζω ότι ο Ηρακλής ήταν η ομάδα η οποία κυριάρχησε στον αγωνιστικό χώρο. Ρισκάραμε λίγο περισσότερο. Στο τέλος παίξαμε 2 επιθετικούς. Μας ευγήκε, ισοφαρίσαμε. Είχαμε ευκαιρία να κάνουμε και τη μεγάλη ανατροπή το 2-1. Θέλω να πω συγχαρητήρια σε όλα τα παιδιά. Έδωσαν πάρα πολλά για να κερδιθεί αυτός ο βαθμός, ο οποίος είναι πολύτιμος για τη συνέχεια. Ο Γεώργη ήταν πάρα πολύ καλός σήμερα. Έκανε 2 αβιάστα λάθη, πιστεύω, από το άγχος που είχε. Είναι από τους καλύτερους ποδοσφαιριστές όχι μόνο της ομάδας του Ηρακλή φέτος, αλλά και της δεύτερης κατηγορίας. Και νομίζω ότι το μέλλον προδιαγράφεται πολύ λαμπρό για τον ίδιο. Ήδη εγώ που μιλώ με άλλους προπονητές άλλων ομάδων, έχουν δείξει το ενδιαφέρον τους και νομίζω ότι του χρόνου θα πάει ακόμη πιο ψηλά, διότι το αξίζει. Είναι και καλός χαρακτήρας εκτός των άλλων, γι' αυτό και υπερθεματίζω την άποψή μου, διότι όταν έχεις ταλέντο αλλά δεν είσαι καλός χαρακτήρας, κάπου μένεις στα μισά. Και αυτόν το λέω βάσει της εμπειρίας που έχω 25 χρόνια στα γήπεδα. Βασικά έχουμε να πούμε για έναν ποδοσφαιριστή ο οποίος είναι αυθεντικό ταλέντο, το οποίο ξεκίνησε από μικρή ηλικία σε ακαδημίες, ιδιωτικές ακαδημίες και στην Ακαδημία του Διγενή, την οποία έχει υπηρετήσει ως την παιδική του ηλικία. Έδειξε από μικρός ότι είχε το ταλέντο, είχε όλη την κουλτούρα την οποία μπορούσε να πάρει ποδοσφαιρικά, να εμπλούσε τις γνώσεις του πάρα πολύ τεχνικο-τακτικά στην μικρή ηλικία και ακολούθως μετά
μεταπίσεις στην ομάδα του Θόηλα Κατάμιας, την οποία έχει περάσει στην εθνική ηλικία για 3 ηλικιακές χρονιές. Αρχίσε από τις μικρές ηλικίες και μεταφέρθηκε μετά στην αντρική ομάδα, την οποία φάνηκε το ταλέντο του και έπαιξε πολύ εύκολα σε πολλά μικρή ηλικία, την οποία δόθηκε του ευκαιρία σε αγώνες πολύ κρίσιμους και καθιερώθηκε. Έπαιξε για 2-3 χρόνια συνεχόμενα στο ΘΟΗ, το οποίο έδειξε ότι είναι ένας ποδοσφαιριστής ο οποίος έχει πολύ μεγαλύτερες δυνατότητες από αυτές που είναι τώρα στη δεύτερη κατηγορία. Έφυγε από την τρίτη, πήγε στη δεύτερη κατηγορία και δείχνει ότι είναι και για πιο πάνω. Δηλαδή ένα παιδί το οποίο αξίζει να ασχοληθεί κάποια ομάδα μαζί του, έχει την προοπτική εξέλιξη και ανέξης για να γίνει ένας ήδη είναι έτοιμος ποδοσφαιριστής και να παίξει σε ψηλό επίπεδο. Μπορώ να σας πω ότι με τις δυνατότητες που έχει να παίξει και national team, γιατί βάζουμε το πιο ψηλό. Όμως έναν παιδί μου μπορεί να παίξει νομίζω στην πρώτη κατηγορία εφόσον του δουν ευκαιρίες. Στην Κύπρο εάν του δώσει ευκαιρία θα παίξει εύκολα, γιατί έχει όλα τα προσόντα και αμυντικά και όσο και μέσω επιθετικά. Δηλαδή ένας ολοκληρωμένος ποδοσφαιριστής είναι ένας πολυθεσίτης. Και το θετικό σε αυτόν τον ποδοσφαιριστή είναι ότι έχει τη δυνατότητα να παίξει σε 3 διαφορετικές θέσεις με την ίδια επιτυχία. Νομίζω ότι έχει όλα τα προσόντα και θα παίξει ποδόσφαιρο σε πιο ψηλό επίπεδο. Είναι σίγουρο για αυτό. Γεια σας. Σου ყველაფერი ხუთი ოცნება ერთია და ნაკრებში რო ითამაშოს ჩემთვის. საქართველოს ნაკრებში. დიახ. ბევრს აქვს ჩემპიონს ლიგში. ანუ ძალიან ბევრი ოცნებაა რა ნაკრებში რო ითამაშო რა. ჭიდის რომა უნდა მას. ხო. ეს პატარავიდან ჩემი ოცნებაა რომ ნაკრებში ვითამაშო, იმიტომ რომ ყოველ დღე რომ პირიქით მართლა თავარია გუნდთან ერთად კარგად რო წახვიდე, რომ გუნდებთან რო ითამაშო უფრო დიდი კატეგორიებში, ოღონდ ჩემი ოცნება ნაკრებში ვითამაშო. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. და მინდა ვთარგმნო პირველი მწვრთნელი იყო კოსტას ციკას, იმ გუნდის თავარი მწვრთნელი, რომელიც ამბობს, რომ პირველ ტაიმში გუნდი აგებდა, მეორე ტაიმში გიორგიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა ყაზაიშვილმა, რომელიც გამორჩეული არის არა მარტო ჩვენ გუნდშიო, არამედ მთლიანად მეორე ლიგაში და აქვს პოტენციალი ითამაშოს კვიპროსის პირველ ლიგაში, უმაღლეს ლიგაში. და მეორე მწვრთნელი უფრო მეც ამბობს, ბატონო ვახტანგ, მე მაქვს ეს თარგმანი სპეციალურად თხოვე ამბობს ის, რომ გიორგი არის ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც დიდი შრომით მესამე კატეგორიას მესამე ლიგიდან მეორეში, ახლა და აქვს პოტენციალი უახლოეს პერიოდში გადავაო პირველ ლიგაში, მომავალ სეზონში ალბათ. და უფრო მეც ამატებს ის ვეტერანი ფეხბურთელი და მწვრთნელი, რომ გიორგი არის ის ფეხბურთელი, რომელიც იმსახურებს უკვე თავისი პოტენციალით კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში. რასაკრული ახლა მათ უნდათ რომ კვიპროსშია დაბადებული, გაზრდილი და კვიპროსის ნაკრებში. თვითონ გიორგი ამბობს რომ ეს საქართველოს ნაკრებში ეს ჯანსაღი კონკურენციის ამბავია, ვინ გადაწენავს როგორც, მაგრამ ძალიან მაღალი დახასიათება, სერიოზული დახასიათება მისცეს. ჩემ Facebook გვერდზე არის დეტალური ვიდეოები და თარგმანიც, იქ შინაარსი ეს იყო რომ მაღალ შეფასებას აძლევენ და ლიდერი არ გუნდის, ერთ-ერთი საუკეთესოა მეორე ლიგაში და ალბათ იმსახურებს მომავალი სეზონ პირველ ლიგაში და ეროვნული ნაკრების დონის ფეხბურთელი არისო, მეორე მწვრთნელი ამბობს და ძალიან დიდი შეფასება მისცეს. AIPS-ის გვერდზე სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციაზეც არის ჩემი მასალა ამ თემაზე იმ მწვრთნელების ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ ჩემ გვერდზე და მინდა უსურვო გიორგი ყაზაიშვილს წარმატებები ახალ სეზონშიც ამ გუნდში და დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში ითამაშებს და ვფიქრობ რომ მოვა დრო, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა შტაბი მიაქცევს მას ყურადღებას. ამ ეტაპზე მეც არ ვიტყვი. დიდი მადლობა, ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა ბატონო ვახტანგ ძვირფასო ტელემაყურებელ რადიოს მსმენელობა, პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. გადაცემის დღევანდელი გადაცემის ერთადერთი და მთავარი სტუმარი იყო ბატონი ვახტანგ ყოლბაია,
ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, მანამდე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეს 90-91-92 წლამდე და 95-2004 წლებში ბატონი ვახტანგ ყოლბაი იყო საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. დანარჩენები ინფორმაცია ბატონ ვახტანგზე შეგიძლიათ დაგუგლოთ მისი გვარი და გამოჩნდება ძალიან ბევრი მასალა. დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, კარგად ზანდებოდეთ. აბაულა.